ქართული ოცნების მთავრობამ გასული წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე ერთი განკარგულებით მიანიჭა ეგრეთ წოდებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების სტატუსი ბასრა ჰესების კასკადს. 4-ვე ჰიდროელექტროსადგურის საკონტროლო პაკეტის მფლობელი პარვუს ჯგუფია. ეს კომპანია სულხან ზუმბურიძეს და მამუკა პაპუაშვილს ეკუთვნით. სულხან ზუმბურიძე 2007-2018 წლებში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის პირველი პირი იყო. პაპუაშვილი კი ამავე კომპანიის მრჩეველთა საბჭოს წევრი. კარანტინი. რა უნდა კარანტინს აქ? თქვენ გაქვთ ამ ეს დაკეტილი. და რატო კეთებთ? ეს გზა თქვენი კერძო საკუთრებაა? დარწმუნებული ხარ? სატყეოს ამბავი კერძო საკუთრება როგორაა? მე არ მეგონიათ კომპანიისა, მეგონიათ რომ რო გაქვთ ეს უფლება, სადაა ეს დოკუმენტი? არ მაქვს უფლება. ვისა აქვს, სად მივიდე? აი ქვევით სათავეზე დირექტორია. 4-ვე ჰესი მდინარე ბჟუჟის ხეობაშია, გომის მთის ძირში. თავდაპირველად 4-ვე ჰესი 2 მეგავატზე ნაკლები სიმძლავრის იყო და გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი პროცედურებიც არ გაუვლია. 9 კილომეტრზე მდინარის წყალი სადაწნეო მილსადენებში მოაქციეს. როცა 4-ვე ჰესის მოწყობითი სამუშაოები უკვე დასრულებული იყო, კომპანიამ ჰესების სიმძლავრე 30 მეგავატამდე გაზარდა. სიმძლავრის გაზრდა პარვუს ჯგუფმა ეგრეთ წოდებული ახალი გარემოებით ახსნა. თითქოს ადრე რეგიონში მხოლოდ 35 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზი იყო. ახლა კი 3-ჯერ უფრო მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობა დაიწყო. გურის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს ჰიდროპოტენციალის ათვისება. იმისათვის რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს, დაგეგმილი გვაქვს ახალი ქვესადგურის მშენებლობა ოზურგეთის ტერიტორიაზე. ალიესტომის ხაზის ჩაჭრა და ახალი ურჩაჭვა 100 კილოვატიანი ხაზის მშენებლობა ზოტი ჰესის მიმართულებით. პარვუს ჯგუფის მეპატრონეებმა წინასწარ იცოდნენ, რომ სახელმწიფო ოზურგეთის ზოტი ჰესის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას გეგმავდა. 2018 წლის 29 ივნისს გამოქვეყნებულ ვიდეოში ამაზე თავად ზუმბურიძე საუბრობს. რატომ გახდა საჭირო პროექტის გადაკეთება? ანუ ჯერ 2 მეგავატამდე სიმძლავრის ჰესების აშენება და სიმძლავრის მერე გაზრდა. თუკი მათ მეპატრონეებს თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე სრული ინფორმაცია ჰქონდათ არსებული და დაგეგმილი ხაზების შესახებ. ჯერ შემოიპარნენ როგორიცი დაანაწევრეს ეს ჰესები 2 მეგავატამდე რომ სიმძლავრის რომ ამას არ სჭირდება სკოპინგი და საჯარო განხილვა. ისე შემოიპარნენ რომ დაწყებული ქონდათ ესე თქვა საქმიანობა რომ შემთხვევით გავიგეთ. სხვა ჰესი უნდა შენებულიყო დაბლობში, სადაც კაიაკინგის ჩემპიონატი ტარდებოდა მდინარე ბჟუჟზე და ძალიან ისეთი ტურისტული ადგილია და იმ საკითხზე მისულები უცებ გებულობ რომ ზემოთ პირი დავაღე, იმიტომ რომ როგორ შეიძლებოდა ან სკოპინგი გამომპარვოდა, ან საჯარო განხილვა სულ ვაკვირდები ხოლმე. თურმე ეგეთი თემები რომ სპეციალურად დაანაწევრეს. მაგრამ ჯამში გამოდიოდა 6 მეგავატი. ოზურგეთიდან გომის მთისკენ ჰესების ასაშენებლად მდინარე ბჟუჟის ხეობაში მრავალკილომეტრიანი გზა არის გაჭრილი და ტყე გაჩეხილი. ეს გზები ისე გაჭრეს, რომ გარემოზე მოსალოდნელი უარყოფითი ზემოქმედება არ შეუფასებიათ, არც გეოლოგიური კუთხით. ჰესების მესაკუთრეს შესასვლელი შლაგბაუმით აქვს გადაკეტილი და დარაჯებით განა. ხეობაში უნებართოდ არავის უშუალო. ამ შლაგბაუმის ზემოთ ეხლა მიმდინარეობს კომპანია პარუსის მიერ სამშენებლო სამუშაოები. თქვენივე უსაფრთხოებისთვის არ მიშვებთ შიგნით, კიდევ ერთხელ ვაზუსტებ. რას მალავთ იქ ამ ჰესებთან? რატომ არ გინდათ რომ უცხოპირი შევიდეს? არაფერს მალავთ, მხოლოდ უსაფრთხოებისთვის. ხევსურეთის მსგავსად, აქაც მაინერების ვაგონები ხომ არ გიდგათ? 2022 წელს თისამბებმა პარვუს ჯგუფის კუთვნილ როშკის ჰესების კასკადზე კრიპტოვალუტის მსხვილი ფერმები აღმოაჩინა. ჩვენ მიერ პარვუს ჯგუფის მხილებას კრიპტოფერმების უკანონო საქმიანობაში ხელისუფლების მხრიდან ფორმალური რეაგირება მოჰყვა. მოგების არაპროპორციული ჯარიმა 30,000 ლარის ოდენობით. სამაგიეროდ 2025 წელს ხილებულ კომპანიას გზა კიდევ 5 პროექტისთვის გაუხსნა. ბჟალა ჰესების კასკადი 5 ჰესს მოიცავს. მთავრობის განკარგულებით უკვე დადგენილია, რომ ბჟალა ჰესის მიერ გენერირებულ 1 კილოვატ ენერგიას იმპორტირებულზე ბევრად მეტად 7.5 ცენტად შევისყიდით. აღმოჩნდა, რომ ამათ არანაირი კვლევა არ აქვთ. ანუ სადღაც
აღარ მახსოვს რაღაცა აუშენებია და იმის მსგავსი. მე ჩვენ უთხარით რომ გიჟები ხო არა ხართ ხალხო სადღაც მდინარე სხვა ხასიათისაა და დინამიკისაა საქართველოს სხვა მხარეს გურიაში შესწავლილი გაქვთ საერთოდ მე უთხარი რა ზონა რა ტიპის მდინარეა ის ეს და მოკედ არაფერი არ გვაქვს მე ჩემთან მოვიდნენ ესე თქვათ როგორც გარემოს დამცველთან და მითხრეს რომ ჩვენ ამ კვლევებსო ყველაფერს გავაკეთებთ. ანუ თქვენ არ გაგიკეთებიათ და უკვე მშენებლობას იწყებთ. ანუ ასე გამოდის. გარემოს დამცველმა ირმა გორდელაძემ და მისმა ორგანიზაცია ეკომ თავის დროზე პარვუს ჯგუფს შესაბამისი კვლევები მოსთხოვა. და უცებ გებულობ უარეს ამბავს რომ ამათ ეთყობა მადა ჭამაში მოდისო და გადაწყვიტეს რომ ეს 6 მეგავატამდე სიმძლავრე გაეზარდათ 35-მდე და მიამატეს კიდე ბასრა 4 და ამას უკვე სჭირდებოდა სკოპინგი ხო გეზეშე და სკოპინგი და რომ ნახე ესე ჩემი თვალით ეს გამოქვეყნებული ესე ვთქვათ ოფიციალურად კი ნაღამ გავგიჟდი რა თქმა უნდა შევისწავლეთ ეს რა ქონდათ კვლევანო აი როგორც გითხარი ვიღაცას დანაწერი რო ქონდა ის კოპირებული და ის არანაირი კვლევა და ნუ მე სკოპინგზე მათ უთხარი რომ თქვენ ხართ ნაძირლები თქვენ შემოიპარეთ მცირე ჰესები და ეხლა ზრდით სიმძლავრის და ამ სიმძლავრეს რომ ზრდით მე ვთქვარი წყალს რამდენს იღებთ დინერიდან წყალს რამდენს მიტოვებ შესწავლილი გააქვთ რომ 35 მეგავატამდე სიმძლავრეს რო ზრდით ამის პოტენციალი ამ წყალს ამ დინარეს აქვს არაფერი ამათ შესწავლილი არ ქონდა სააგენტო მოსთხოვა ამათ რომ იმ პუნქტებზე რაც ჩვენ ქონდა ჩამოწერილი შენიშვნები ჩემთვის გაეცათ პასუხი ეკოსთვის და 10 დღეში და გავგიჟდი მე ვთქვი ესე იგი 10 დღეში მე ვთქვი როგორ გამიკეთეთ მდინარის კვლევა, როდესაც მდინარე უნდა იკვლიო წელიწადის 4-ვე დროს. იმიტომ რომ წელიწადის 4-ვე დროს სხვადასხვა რაოდენობის წყალი უნდა წაიღოს ჰესმა და სხვა რაოდენობის წყალი უნდა დარჩეს მდინარეში. როგორ გამომიკვლიეთ 10 დღეში ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედება და ჰიდროლოგია და მთელი ამბები. კიო, კაცო, ესო ჩვენო გამოვიყვანეთ, მე უთხარი რომ ეს არის ტყუილი, ეს არის მარაზმი.